რა? წნევის აპარატი? წნევა გაქვს? აჰა, ძმაო, რატო ნერვიულობ? კიდე რა დაგჭა? შეიძლება მე მქონდეს და სანამ შევალ ბარემ მოგცემ. Red Bull-ი თუ დაგჭა მაგ? Red Bull-ი თუ დაგჭა მაგ? ერთ შევგორდები, პროსტა გავიხსენო, აბა. მიდის კი გაადუღე ხა. კი, საბრები გადასაყრელი უნდა გავხადო. იმის რომ ბაიკით მოუხვიო, ყველაზე დიდი გამოყენება არის რომ გამოიყენო მისი გეომეტრია. ამ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ მოარგოთ კონკრეტული რაიდერის წონას და მართვის სტილს მოტოს დაკიდების სისტემა. ეს საკმაოდ რთული და სპეციფიკური მასალაა, რომელსაც პრაქტიკაში ნაჩვენებს და თან ქართულ ენაზე მეეჭვება თუ საერთოდ სადმე როდესმე იპოვით. ეს არის ოქროს ტუთები, რომელიც როგორც ვახსენეთ, ცალკე ვიდეო დაიდება. ვიცი რომ 100-დან 80 მაყურებელს ეს საერთოდ არ დაინტერესებს, მაგრამ დანარჩენი 20-ისთვის ეს კადრები უდიდესი ინფორმაციული ღირებულების მატარებელია. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რადგან ბევრ ასეთ ძალიან საინტერესო თქვენი უსაფრთხოებისთვის, სწორად მართვისთვის და განვითარებისთვის საჭირო მასალას დავდებ. ესე იგი, ჩვენ ნახოთ აქ რა მოხდა. კარგი არაფრის მოლოდინი არ გვაქვს გულწრფელად რო ვთქვათ, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგეთ, რომ მინდა რომ ამაში გავერკვიო რა ხდება. ბესლეფი 1-დან 08. 1-დან 08 არის ძალიან ცუდი. ამიტომ ახლა შევალთ და გავაკეთებთ 1-და 05-ს. სამი ძალიან ბევრია, მაგრამ ამბიციური უნდა იყოს ადამიანი. მაგრამ ძალიან ცხელა. აი, ვისაც ახლა გიკვირთ რეებს აკეთებენ, ვიდეოს დასაწყისში ნახავდით, გარაჟში რაც თქვენი თეგარი ზუსტად იგივე პროცესი არის, просто თავიდან აკეთებენ სხვა მოტოზე რა, იგივე მოდელზე, მაგრამ სხვა მოტოზე. ეს მეორე შესვლა პირველ სესიაზე გავხურდი და მივეჩვიე რევერსულ წყობას, ანუ როგორც აქამდე დავდიოდით, რაც წინა ვიდეოებში ნახეთ, იმის საპირისპირო მიმართულებით დავდივართ, თუმცა იგივე წრეზე, რაც რა თქმა უნდა ჩემთვის მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის და სიახლეა, რასაც მიშვევა დამჭირდება. ფაქტია, რომ Race Chronos აპლიკაციამ, ახალმა საბურავმა და გასწორებულმა დაკიდების სისტემამ საერთოდ სხვა ინტერესი მისცა ჩემთვის ილო არენაზე მოსვლას. ორე შენ ცოტა ტვინი გახურდა და შეიძლება ჩქარა არ დავდივარ, მაგრამ და ლოგიკა გამოჩნდა ისე. თავიდან ახალ შემოსულზე აი ძალიან გაუგებარია ხოლმე რა ხდება რა. მგონი ეს უკვე უკეთესი არის ვიდრე ის 1-დან 08 თუ 1-დან 8. ვა, ნახე, მუღრუჭის გარეშე პირველად შემოსვლა მან. ოი. სიშორეზე გავედე. აუ, საბურავმა ძალიან გაასწორა ბიჭო წინა ვიდეოში თქვი. ვაჟაზე არიან ეს ძმები, ვინმეს რეკლამა არ გეგონოთ. ანუ მიდი ხარ ეგრევე. ძმა გხვდება, კაი საბურავს გარჩევინებს. შეგიძლია წინასწარ მიწერო WhatsApp-ში გიყრის 1000 ვარიანტს. მერე არჩევ იქიდან რომელსაც გინდა და მიდიხარ გიყენებენ თვითონვე გიბალანსებენ მოდიხარ. მოვედით US Coffee-ში ისე. აქ ძალიან ხშირად ამოდივარ ხოლმე დასამონტაჟებლად, როცა არ არის ხოლმე ბევრი ხალხი, სიშვიდე სიწყნარი ჰაერზე ვждები ხოლმე ამონტაჟებ. ყნეთისკენ თუ მიდიხართ, კაი ყავა თუ გინდათ, სეკაფრედოს ყავა აქვთ, მობრძანდით, დაბრრძანდით, მიირთვით, უთხარით. სუპერ სკინი მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას ყველაფერზე. დაწყებული სენდვიჩებიდან დამთავრებული, ნუ ყველაფრით მოკლედ რაც აქვთ მენიუში. ვიდეო რა. დავით მოსიშვილი მიმაგრებს მოსიაშვილი ბოდიში. მოიტანი ტელეფონი აი აქ. ხმა ისმით? კი. გაჩერდა რა არის? აი, როდის მიგინახავთ ვიდეოები, სადაც ასხამს. კი. ამას რო გახსნით, როდესაც ეხლა მზეში იყო და ბაიკი გაჩერებული იყო, როდებოდა ძალიან დიდი წნევა და ეხლა მაგალითად ამას თუ ვიზამთ. აი, მაგაიგონე, ხო? კი. Coca-Cola-ს გახსნა. აი, ეს არის სამბარაზე ყოველთვის. როდესაც მაღალი წნევა იქნება, ეს თავისით ნელ-ნელა აპარებს რა და აი, aftermarket-ებს ეს ნორმალური არ აქვს, ზედმეტად მაღალი წნევა ბროდება და ეგრევე ასხამს. გასაგებია. ჩემი პრობლემა რა არის? ჯერ მეკითხი, ჩემი პრობლემა რა არის რა? მოსახვევში შესვლის დროს უკვე ვარ მისრიალებული კვერცხებით ბაკზე და შესაბამისად აი აქ საერთოდ ადგილი აღარ მაქვს და ნუ ჩდება ეგეთი პრობლემა რომ საჭეზე მიწევს ხელის წონით დაწოლა რა უკვე წონით ვარ საჭეზე რა შესაბამისად აი თუნდაც მოსახვევის აი ესე ვარ ხო და მე მეორე მოსახვევი მარცხნივარი ესია რა გადასვლის დროს ყველა ვარიანტში არასასიამოვნო დიდი დატვირთვა მიმაქვს საჭეზე რა კაი პირველი სოლუშენი ხარ რაც ახსენე ყველაზე პრიორიტეტული დავიწყოთ
შენ კვერცხები არის პრობლემის და წნეხის ქვეშ ხარ. ძალიან მარტივი სოლუშენი არსებობს. ოპა. სო აღარ არის. ანუ არა, კვერცხებით ვიგულისხმენ რომ მთელი ტანით წინ ვარ თქო, თორე და კვერცხებით თუ წინ არ ახარ და ფეხით ხარ, ძალიან დიდი სხვაობა. ანუ შესაბამისად ნახე, ოდნავ გადმოწევა რეალურად ამბობენ რომ გონდული გადმოწევა და რეალურად კვერცხებს კვერცხობ. просто პოლიტკორექტულობის დედავატია თორე კვერცხია. არა, ანუ მართლა ცაცკობს. უბრალოდ გასწრებით კომფორტულად იქნება. შიდანაწილი ჩაიჭერთავ. კი, აი ერთ მოსახლეში გამომდის. აი ბოლო გრძელი სანამ არის აღმართი, მანამდე გამომდის და შეგრძნება მაქვს რომ თითქოს სწორად ვაკეთებ. დანარჩენზე არც ერთ მოსახლეში. აი მაღაზიაზე უნდა ვივარჯიშო. მოკლე მოსახლეები არის და ვერ ვასწრებ დროზე უკან გაწევას. აშკარების დროს. აჩქარების დროს წევი, მაგრამ მოსახლეთან რომ მიდიხარ, მაშინ ხო უნდა გადახვიდე. ხო და მოსახლეთა სანამ მივალ ხო წინა მოსახლეები გავიარე და ვჩქარდები და მაშინ ვიწევი უკან რა. აჩქარების დროს უკვე გამზადებული ხარ რომ მოსახლეში ხო. შესვლისას უკვე ისეთ პოზიციაში ხო? ე კარგია, შეგიძლია მუხრუჭის დაწყებამდე იქნა. პირდაპირ და აი არ დაგავიწყდება ასე ვთქვათ რა მოსახლეები მოდის. აი ყოველ ჯერზე წინასწარ უნდა იფიქრო მაგაზე რომ რა მოსახლეები მოდის. მოსახლეებს რომ უშუალოდ ხედავ სანამ მუხრუჭს დაიწყებ. მაგაში გადმოეწყო ფეხი. მუხრუჭისას და აგრესიულ მუხრუჭის ყოველთვის შეგიძლია ხელები გაამაგრო სანამ საჭე სწორად არის. ხო. თიანი შენიწონა წაიღოს სულები, იმიტომ რომ აი ესე თუ ხარ, ესე გაჩერება წონით გაცილებით უფრო რთული არის ვიდრე გასწორებული. კი ბატონო. გასწორებულად დაამაგრებ თელ წონას, სანამ დახეს დაიწყებ, შეეცდები რომ ხელები მოატყო. აი ხელები ისეთი მოდუნები უნდა იყოს, რომ აი ცალი ხელითაც შეგიძლია ესე მოუყიო, გადასული ხარ ბოლომდე. იდაყვირო დადო, ესე შეგიძლია ხელი აწიო რა მე. კი. ანუ ხელებს ადუნებ, ფეხებით ჩაკეტილი ხარ მთლიანად და აი ბაიკი თავის დისტანს მერე ის ტრაექტორიაზე ჩაკეტილი. ეს არის რასაც ვამბობთ გეომეტრი ბაიკის გეომეტრიით მოხვევა. კი, აბსოლუტურად. მაგას წინაშე ტრეილ ბრეიკინგს აქვს. კი. წინა საბურავი უფრო ახლოს მოდის, ტრეილი მცირდება და შესაბამისად უფრო ჩქარავ. მაგრამ მარტივი ენით რო აქვს, და ზედმეტი იმით არა, შენი ხელები რაც მოწყვეტი ხდება საჭესთან გაწოლას. ხო. და მარტო ფიდბექზე იქნება ხო. გადასვლა. უკეთესად იგრძნობ, რას აკეთებს წინა საბურავი. აი კედელსაც რომ დააჭირო ნებისმიერ რაღაცას რომ დააწვე, რაც უფრო ძლიერად აწვევი, მით უფრო ნაკლები ფილი გრჩება თითებში და რაც უფრო ნაკლებად აწვევი, კი. მით უფრო მეტი შეგრძნება და სენსაცია გაქვს პატარა ვიბრაციებზეც კი, რას აკეთებს მაგალითად წინა საბურავი. რაც უფრო გამაგრებული ხელებზე შესაბამისად ნაკლებად იგრძნობ წინა საბურავი, რას აკეთებს, ვერ იქნება ბაიკი თავისუფლად მოსახლეში ვერ დაიხრება. და შესაბამისად რამე თუ უნდა ბაიქს გააკეთო, შენ აბსოლუტურად კეტავ, რომ არა, აი ესე გააკეთე რა. ნებისმიერ ვარიანტში გინდა ვობლინგისთვის, გინდა მოსახლეობის შესასვლელისთვის ეგ ძალიან ცუდია. ოკეი. შესაბამისად. ეს ჩვენ რა შვებით? ამ შესვლაზე რაზე? აი ამ კონკრეტულ მოსახლეობაში დააკვირდეთ და ამ ვიდეოსაც გადაგიღებთ თუ ოკეი. რაიმე თუ. კი. შემოდი ხარ, სწორზე ხარ, უკვე ბაიკი იცი რომ მარჯვნივ უნდა მოუხიო, გადმოეწყობი ოდნავ მარჯვნივ. ფეხს ჩაკეტავ, ძალიან სხვადასხვა ტექნიკები არსებობს გარეფეხს დასაკეთებლად. ყველაზე მარტივი რა არის? უბერისთვის. ყველაზე მარტივი ალბათ იქნება რომ ბალიშებით ჩაკეტო ფეხი გარეთ. ოკეი. უფრო პროფესიონალური ტექნიკა არის რომ ქუსლით მქონდეს გარეფეხი და წვეთით მქონდეს შიდა ფეხი, მაგრამ მაგას ჭირდება ყოველ ჯერზე გადაწყობა, გადმოწყობა. რატო ხარ ასე? ქუსლით იმიტომ დებენ რომ ესე შეგიძლია უფრო წინ დაჭრე და შენი წონა უფრო წინ მოსახლეში გაზის გახსნისას წინა საბურავს დაწოლა არ მოაკლდეს. შენი ვარიანტი ხო უბრალოდ ნებისმიერი რაიმე, რაც შენს ფეხს ავსთან ჩაკეტავს. აი ეგრექენი ეს. ფეხის ბალიშებით იმიტომ აწვევიან ხოლმე რომ კონკრეტულ ადგილას უფრო მეტ პრეშერს დებ და შესაბამისად უფრო იკეტება მერე ფეხი რა. ოკეი. ქუსლით შეიძლება ისევე დააწვე რაღაცას როგორც ფეხი. კი, ვერბალურად გასაგებია. ახლა რამდენად გამომივა, მაგას ვწდი რა. აი ხა რამდენად გამოგივა, სანამ ტრეკზე გახვალ, უნდა დაჯდე ბაიქზე და გაჩერდე ბაიქზე ივარჯიშო. ძალიან იშვიათი არის საერთო სამეგობრო წრემან, საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებულმა წრემ დააკმაყოფილა ეს ორი კრიტერიუმი. პირველი, ვიღაცამ ცოდნა გაგიზიაროს ისე რომ არ დაგაყვედროს და მე მთელი ცხოვრება არ კონდეს განცდა რომ შენგან მოელისრო შენ კი მამაო ეტყვი და მეორე ფორმულირება კი არ იქნება შენ აზზე არ ხარ მე ვიცი. არა, ფორმულირება იქნება მეგობარო ეს ეკეთდება ეგ და ჩააჭირე და ბევრად უკეთესი შეგიძლია და რაც იგრძნობა ლილოზე, ჩემი აზრით დღესდღეობით თელს მსოფლიოში მარტო საქართველოში არა, ძალიან დეფიციტურია რა. რა თქმა უნდა, ისე VS-Coffee-ში ვარ, დიდი მადლობა VS-Coffee-ს. სუპერსკინისთან მეგობრობისთვის აქ მოხვალთ, ეტყვით სუპერსკინის, ეს არის კოდური სიტყვა, ყველაფერზე, ყავაზე, სენდვიჩებზე, ჩაიზე, ცხელ შოკოლადზე, ყველაფერზე მოკლედ როცა გიყიდება, მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ესე იგი, მეგობრებო, აი ეს ჯადო პროგრამა
რომელიც ამდენი ხანია უნდა დამეყენებინა ვერ დავაყენე. მოკლედ, ორი ვარიანტი არსებობს, რომ ეგ პროგრამა იყიდო რა. პირველი ვარიანტი არის კლასიკური გზა, ბარათის დამატება. ჩემ ბარათს გავიდავა და ვიღე ახალი ბარათი. ჩამოვარდა მაცივარი. ვიღე ახალი ბარათი. ეს ახალი ბარათი. ჩავამატე, თუმცა არ მაძლევს მოდიფიკაციის საშუალებას ერთ-ერთ ოფციაზე, რომელიც არის რომელი ქვეყნიდან ყიდულობ. მარტო შტატებია მითითებული, ანუ მხოლოდ ამერიკის საშუალებაა. და ნუ ეხლა შტატებში არ ვცხოვრობ. ბარათს ხედავს რომ ქართულია, მე შტატებში არ ვარ და მიშვებს ნახუიზე. ალტერნატივა არის PayPal. PayPal დავარეგისტრირე, აქამდე არასდროს არაფერში არ დამჭირვებია PayPal. ვიცი რომ ცოტა უცნაურია, მაგრამ რა ვიცი ეგრეა. დავარეგისტრირე PayPal. დარეგისტრირებული PayPal-ითაც არ მაყიდინებს, მეუბნება რომ ერორიაო. რატო არის ერორი, არ ვიცი. სკრინშოტებს ახლა ეკრანზე ხედავთ. ჩამიკუკა გართობაში. მე რად გადევით მოსიაშვილი და თვითონ იყიდა თავისი ამერიკული PayPal-ი სავარაუდოდ და მიგიფთარა, ანუ საჩუქრად მაჩუქა შეგიძლია App Store-ზე ვიღაცას გაუგზავნო რაღაცა, ანუ ან შენთვის იყიდო, ან სხვას უყიდო რა და ეგრე დამიგიფთარა. დიდი მადლობა დავით მოსიაშვილს. ეხლა ხვდები რას ნიშნავს თუ იხტუნავებსო მოტო, მერე კიდე დავაგრუბოთო. მაგას არ ვამბობ რომ ისე გავთესლდი უცებ რომ დაკიდების სისტემა მოვიბეზრე და ახალი მინდა მეთქი სეტინგი, მაგრამ მეგობრებო, ეს იმ ხელა ფიზიკური დატვირთვაა, მით უმეტეს 30 პლუსი ხალხს ვეუბნები. ვინც 29-იანი ვისაც გიწერიათ, თქვენ ჯერ გონიათ რომ ხოძე ხართ. არა, უბრალოდ თქვენ გონიათ რომ ხოძე უკვე აღარ ხართ. 30-ის მერე იწყება ცეკვა თამაში. ხო და ვინც 30 პლუსი ხართ და ოფისებში ზიხართ და თქვენი ცხოვრება შედგება მარტო ვენდინგ მაშინთან მისვლით და დანარჩენი სავარძელში ჯდომით. რაღაცა ასეთი უეჭველი გჭირდებათ რა. ყველა სჭირდება კარდიო. ამაზე მაგარი კარდიო. თან სიამოვნება მიიღო და თან ფიზიკურად ესე მოემზადო. გამძლეობაში მომზადება. აქ ძალიან შიგნით შევდივარ. განზე უნდა ვიყო. აი თურმე რატოა გადასაყრელი რეზინები რა. დაბალი სიჩქარით გადახრილზე რო გადაუარე, ტრაკი მომცხო ეგრევე, ტრაკში მომცხო. თან ისეთი მოულოდნელი იყო, მაგარი უსიამოვნოა. ბიჭო, რეალურად ენერგია მითავდება, თორე ალბათ აი სადღაც 200-300 წრეს დავარტყავდი რა თვითონ მოსვლაზე სიამოვნებით, მაგრამ გაასწორებს ამისი სიმულატორი. უნდა აი ჯოისტიკიანი, ანუ კონტროლერიანი სიმულატორი რა. ზედრო უნდა დაждდე და იქაც იჭიდაო, ბარემ აქ ვიჭიდავ. ეს დადის საკაიფოდ ძალიან. და მოდი უყუროთ და ვისწავლოთ. ნახე როგორ წაუსვა მუხლი კარაქიანპურს, გადაუსვა ხიზილავასავით ზევიდან. ბავშვებო, ნუ მოიხმართ ნარკოტიკს, აი ეს არის ბევრად უფრო ჯანსაღი და ფიზიკურად აქტიური ნარკოტიკი და ეს ნარკოტიკი მოიხმარეთ. ცოტა უფრო ძვირი არის, თქვენ თუ გონიათ რომ ნარკოტიკი ძვირია. ვახ, რა საშინელად ვიცინი ბიჭო. ამჭირს. გავჩერდი. მან არ შეიძლება ეგრე გაჩერება. ბიჭო, არა ერთყულობა და სხვათა შორის, აი ეს მხარე თითქოს ეს მხარე რაღაცნაირად ავითვისე. როგორაა სწორად გაკეთება და დანარჩენზე მაგრა ვწვალო.
ბიჭო, აი რა საინტერესოა ვიღაცის უკან სიარო. რაღაცებს როგორ ხვდები. მოკლედ აქ წამოსვლაზე მკითხა უკვე ალბათ ერთი ჯამში 100 მაკაცმა მინიმუმ და ამ პერიოდის განმავლობაში აქ დავდივარ და ალბათ ხვდებით რომ ცოტა ისეთი სიტუაცია არის რა, ყველასაც თავად ვერ მიწერ, ბოდიში მაპატიეთ. ყველას დიდი პატივისცემა, ჩემგან ერთიანად გიპასუხებთ ყველას. ვიდეოები ნახეთ, თუ რამეზე კითხვაზე პასუხი გჭირდებათ, ყველაფერი არის ვიდეოებში. აი რეფერალური სისტემა წარმოიდგინეთ, დაახლოებით იგივე სიტუაცია არის აქ რა. მომწერეთ, მოვიდეთ ერთად, გაერკვიეთ სიტუაციაში, გრუპი დახურულია. ეს ჩემი წესები არ არის, მე არ მომიგონია. ეს არის როგორ ფუნქციონირებს აქაურობა. ეს კონკრეტული შეკრებები, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რა. ნახე აქ როგორ გადაიარა. აი ეს მომწონს რა. ეს მოსახვევი მომწონს ზა. საშინელება. ჩერდები და გაჩერებული უხვევ მერე რა. ეგ არის ყველაზე ცუდი რაღაცა ალბათ რაც შეიძლება რომ გააკეთო. ეგ იმაზე მეტყველებს რომ ჩაკუყული დავდივარ. სიჩქარის შეტანის მეშინია. ნუ რა ძალიან გასაკვირი იდეაში არაა. საჭეზე ვეყრდნობი რა ხელით სულ რა. აი სულ დაყრდნობილი ვარ, ხო გრძნობ, რო საჭეზე ვეყრდნობი და არ მომწონს. აჰა, ეხლაც ახლა მე მგონი ცოტა შედარებით სწორი მხრიდან შემოვედი. აი ეს მეზიზღება, ეს პირიქით რო დავდიოდით, მაშინაც მეზიზღებოდა ეგ მოსახვე. ესე იგი რაც ყველაზე მეტად მიჭირდა მეზიზღება, იმასთან უნდა ვიახლობლო ყველაზე მეტად. სხვანაირად ვერ გავიცნობთ და დარჩება სულ საძაგელ მოსახვევა და ჩვენ ინტერესი ეგ არ არის. ჩვენ ინტერესი არის პირიქით. რაც ყველაზე პრობლემატურია ის გავარკვიოთ როგორ გვარდება. ამექცა. აგათ მოტო გეექცა. აჰა, ეხლა ძალიან მომეწონა ეს. შემობრძანა. ანუ მოსახვევში რატო არ შეიძლება რომ სიტყვაზე აი მარცხენა მოსახვევია რა. აი ასე ამ პოზიციის მაგრად რატო არ შეიძლება რომ აი ასე ჩავიდე რა. იდეაში ეგრე თუ ჩახვალ რაც პროფესს ხდები ამასთან უკეთესი. მაგრამ პრობლემა არის შენი სხეულის ორიენტაცია. ძალიან საიტი ყურება აი ეგ. ალბათ თავის ორიენტაციაზე რომ თავის საიტაც იყურება, თვალების საიტიც იყურება, იქით რომ მითხარ, იცი? სხეულის საიტაც იყურება, ბუნებრივად იქითკენ მიდის, შემდეგ სხეული, იმიტომ რომ ჯიფორსებს ისე გრძნობ, რომ აი აქეთ იყურები, ესე იგი აქეთ უნდა წავიდე და ამის მიხედვით გრძნობ. საიდან რა ძალა აწვება ბაიქს.
და შესაბამისად თუ იქითკენ იქნები სხეულით მობრუნებული, საითაც მიდიხარ, აი გარემ ხარს და უმიზნებ გასასვლელს. ოკეი. ეგ ორ რაღაცას გაიძულებს. ოკეი. პირველი სხეული მიმართო იქით საითაც კიდე წახვიდე და მეორე ხელები მოაწმო. იმიტომ რომ შენ როგორც ეხლა ჩამოდიხარ, აი მასე მაინც თითქოს აი შენარჩუნებული გაქვს ტანი რა, ვერ ბედავ რომ გადმოვეკიდე რომ გონია რომ გადავარდები. მას ეგრევე როგორც გარემ ხარი უკვე მოსახლეში უყურება, ხელი ისეთ პოზიციაში გაქვს, ძალაც რო გინდოდეს აი ამის იმდენად ვერ დააწვევი როგორც წონსაც აი ამ. გასაგებია. და ხელები მოატუნე. ეგ არის პირველი წესი წინა საბურავის კონტროლისთვის. ხელები კონდეს მაქსიმალურად მოდუნებული და ნაკლები ინფორმაცია გადასცეს საბურავს, მარტო მიიღო იქიდან. ოკეი. короче, ხა სანდრომ გააკეთა ბაიკი, ხა შენ დაილეწე. არა, დიმა, იმენა მაგ მოსახუშეთ გაზ შეხვედი რატო ქენი გარუც. ნელა მიდიოდი. და იტყობა მაგიტო იმას ქენი, რა ქვია, თავიდანვე. გაზი ნახე? აი, როგორც კი მივიდა, გაზ დააჭირა. ესე იგი პატარა სლაიდი და რა მოხდა? არა, ის ამინდია 200 კი. კი. უნდაც კეთდება. ხო, ანუ იმ წერტილებში მოკიდა და მე გასრიალდა? მაგას ამბობს, სწორად მესმის? დიმა, ეს შენსას გაძვრა, ნეტა? ეს მანქანის არის? მოხდი ვიდრე გავხედი. დიმა, უნდა შეიშო. იცი რა ის კონკრეტული ადგილი მზის გამო იყო გაცხელებული რა. ხო, მაგრამ ყოველ ჯერზე ანუ 80 რო ვახურებ სამეს ვორმერით. სადღაც 90-დან ასამდე შემოდივარ ხოლმე. ის იმ ტრეკზე. უშუალოდ შუან მაგას ვამბობ, საბურავის რესურსს არ სნიმ თუ არ გაახურო. ოკეი. აგრესიულად როცა ატარებ, მე უფრო უკეთესი იქნება ამის თქმა მინდა რა. ფიდბექის. გასაგებია. Extreme Wildlands. Extreme Wildlands აბარა. ბასისლარი დატოვეთ, ვერ გამოიცნო ვერავინ. ვერავინ ვერ გამოიცნო. ბასისლარი? რა არის ბასისლარი დატოვე, აბა? აი კონტექსტი მიხარი, სად ითქვა პირველად? ეგ თუ გითხარი, ანუ მაშინ ვიყავი პირველად რო ახსენეთ და აღარ მახსოვს. შენ თუ ძველი არტილერია ხარ, ისი მაიკაც გაცვია, იმისი ქართული, ეგ უნდა იცოდე. მაშინ სოგას. რა არის მაგაზე წავალ დავლე ვითარ. რა თქმა უნდა, მან და არის, აქეთ არის პროსტა შეიძლება ადუღდა უკვე. ადუღებული წყალი. მიირთვით, ვისაც გესიამოვნებათ Red Bull-ი, ცხელი Red Bull-ი. არ გინდა ცხელი Red Bull-ი, ადუღებული Red Bull-ი. გამარჯობა. ბასისლარი ხდება კარგი ნაყოფიერი იყო, ბევრი რაღაც გავიგეთ, ვისწავლეთ. რაღაცები ვერ გავიგეთ, ვის გვასწავლიდნენ, მაგრამ ვერ გავიგეთ. მაგრამ არა უშავს, ჩვენ არ გვეჩქარება. წავედით სახლში. ძალიან დიდი ეპიზოდი გამოვიდა, იმედი მაქვს ბოლომდე დარჩით. მადლობა თქვენ, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში, იმედი მაქვს ისევ ლილოზე. დროებით.